საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას 9-ის ნახევარზე სტუდიაში ნინო კაბანეძე მუშაობს. ქალაქის მერის მოადგილე დავით ხირტლაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა საქალაქთა შორისო ტრანსპორტზე. კონკურსის პირობები იყო შეხვედრის მთავარი თემა. ქალაქის მერის მოადგილემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ტენდერის პირობები გააცნო და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კონკურსის შედეგად ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს და ცვლილება არც მგზავრობის საფასურის გაზრდას გამოიწვევს. მერის მოადგილემ აქციის მონაწილეებთან დიალოგისთვის მზად ყოფნის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიასთან კომენტარიც გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციების. ჩვენი შეხვედრები ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისინი რეალურად დაარწმუნდნენ იმ სიტუაციაში თუ რა ხდება. დაარწმუნდნენ იმაში, რომ რეალურად ფასი არ გაიზრდება, ასევე არსებული მძღოლები რო დასაქმდებიან და რეალურად ეს სიტუაცია ემსახურება ეს გაფიცვა ეგრეთ წოდებულ ხაზის მესაკუთრეებს, ან მათ ინტერესებში შედის, რომ ეს გაფიცვა ასეთი სახით მოხდეს. მერის წარმომადგენლები მზად არიან მათთან დიალოგის, რომ მათ აქვს სურვილი, რომ რეალურად ეს კონფლიქტი და ეს პრობლემა ამოიწუროს. თუმცა გამომდინარე აქედან ამ შემთხვევაში ორივე მხარეში უნდა იყოს მზაობა, რომ კონკრეტული პრობლემა ამოიწუროს და მე როგორც უფლებადამცველი მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუ შედგება დიალოგები და რაც შეიძლება მალე ამოიწურება ეს პრობლემა. ეს მოხერხდა, როდესაც ჩვენ შეხვდით ხელისუფლებას, უშუალოდ ვიცე-მერს, მან კანონმდებლობაში და ტენდერთან მიმართებაში არსებული ის ვიწრო დეტალები გაგვაცნო, რომლის ხარჯეც ჩვენ მივედით გარკვეულ გადაწყვეტილებამდე. აქ იყო გაუგებრობა რიგ საკითხებთან დაკავშირებით, გავრცელებული იყო მოსახლეობაში დეზინფორმაცია ფასების ზრდასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი დეტალი ჩემზე დღემდე რჩება დაუზუსტებელი. ანუ მე გულისხმობ, რომ მოსახლეობამდე ვერ მივიდა ბოლომდე ის სწორი ინფორმაცია, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ავრცელებს. ბატონი ვიცე-მერი შეგვიდა, რომ ადგილობრივი მუშები, რა თქმა უნდა, ალტერნატიული სამუშაო ადგილებით იქნებიან დასაქმებულები. ტენდერში მითითებულია, რომ ფასები არ გაიზრდება და ჩემი აზრით ეს აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საბოლოო ჯამში მოსახლეობისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება. ქალაქის მერი დავით ხირტლაძე და მერის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ თათარაძე დღესვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებსაც შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგაზრდებს ქალაქის ხელმძღვანელობასთან კითხვები ძირითადად გაფიცული მძღოლების მოთხოვნებზე, მგზავრობის საფასურსა და მძღოლების სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით ჰქონდათ. ქალაქის მერის მოადგილემ მოსწავლეების და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. აინტერესებდათ, რამდენად არ გაიზრდებოდა ფასები არსებული, ასევე გარკვეული შეკითხვები ჰქონდათ და სრულყოფილად გავეცით პასუხი ამ შეკითხვებზე. ისინი კმაყოფილები არიან დღევანდელი შეხვედრით და ჩვენ მზად ვართ სისტემატიურად და ყოველდღიურადაც შევხვდეთ და ობიექტური და სრული ინფორმაცია მივაწოდოთ მათ. ჰქონდათ სტუდენტებს შესაბამისად კითხვები, აი ეს ელემენტარული უშუალოდ რა იქნება ფასთან დაკავშირებით აშენო ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა კითხვაზე მივიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხი. და ძალიან დადებითად განიმართა და მივესალმებ იმას კიდევ თუ ესეთი სახის შეხვედრები კიდევ განიმართა. ქალაქის მერის შენობის წინ აქცია ამ დრომდე გრძელდება. გაფიცულმა მძღოლებმა გვიან ღამით ქალაქის შემოსასვლელიდან ცენტრალური მოედნის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. გაფიცულები კონკურსის გადავადებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ითხოვენ. მათი განცხადებით ეგრეთ წოდებული სატრანსპორტო საშუალებების ხაზების მფლობელებს უმუშევრად დარჩენის საფრთხე ემუქრებათ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქის ხელმძღვანელობამ არაერთი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა მძღოლს სამსახური შეუნარჩუნდება. ჩვენი მოთხოვნა ერთადერთია, რომ არ დავრჩეთ უმუშევრები და ყველას კონდეს შემოსავლის წყარო. როცა რომ თითოეული მძღოლის უკან დგას სულ მცირე, ალბათ 1-2 ოჯახი მაინც და ეს 2 ოჯახი მე მგონი 10-15 კაცის შეადგენს. მოგესწავლებათ, ალბათ ეს რამხელა დარტყმა იქნება ყველა ჩვენთან განისთვის. ჩვენ ვითხოვთ, რომ წინასწარ რაღაც იყოს 1-2 წლით მაინც გადაიწიოს ტენდერმა, რომ ეს ხალხი კაცო რა უნდა ქნას ამ ხალხმა, ამდენმა ხალხმა, როცა რომ გამოტანილია ბანკიდან ამდენა ფული. ნაკიდია ეს მანქანები. ეხლა გვეუბნებიან, რომ მძღოლებს დავასაქმებთო. მძღოლებს რომ დაასაქმებენ, რომელთო ჯერ როგორ უნდა დაასაქმო მძღოლები და მეორე ამ მანქანებს რას უშვებიან ეს ამოდენა მანქანები, რომელიც იყიდა ხალხმა. დევნილებს, რომლებსაც გასულ წელს საყოველთაო რეგისტრაცია არ გაუვლიათ, სტოლთა სამინისტრო მათთვის დამატებით რეგისტრაციას ახორციელებს. ხელახალი რეგისტრაციის გავლა იზოლებით გადაადგილებულ პირებს უკვე სტოლთა და განსახლების სამინისტროში შეუძლიათ. 2013 წელს რეგისტრაციის პროცესი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში განხორციელდა.
იმ დევნილებს, რომლებსაც არ გაუვლიათ რეგისტრაცია საყოველთაო, უნდა მიაკითხონ აუცილებლად დროულად დევნილთა სამინისტროს მეოთხე სართულზე, რათა გაიარონ ეს რეგისტრაცია და თუ ყველაფერი საბუთების წესრიგში ეკნებათ, იმ დღესვე აიღებენ ამ სტატუსის მინიჭებულ საბუთს. წალკის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით წყალმომარაგების სისტემის და გზების კეთილმოწყობა იგეგმება. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულების განმარტებით ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულების გამოვლენის შემდეგ წალკის ქუჩების მოასფალტების და სოფლებში არსებული წყლის შიდა კომუნიკაციის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება. წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოგვიყო 1.250.000 ლარი, აქედან 613.000 დაიხარჯება ისევ ქალაქ წალკის რამოდენიმე ქუჩების მოასფალტებისათვის. დანარჩენი დაიხარჯება სოფლებში წყლის მომარაგებაში. ანუ ბევრ სოფელში, დაახლოებით 5 სოფელში არის შიდა ქსელები გამოყვანილია წყობრიდან. დაგეგმილი გვაქვს ასევე ცენტრალური ქალაქიდან სოფლების შემაერთებელი გზების მოხრეშვა, რადგან გამოსულია წყობრიდან მკაცრი კლიმატური პირობების გამო. გაკეთებული არის უკვე პროექტები, მოიგეს ფირმებმა, შეფასებმა. ამჟამად მიმდინარეობს პროექტების დამუშავება და მოწყობა. სასოფლო-სამეურნეო მიწის ვაუჩერს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 7,000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს. ვაუჩერების გაცემას ამ ეტაპზე სოფლის რწმუნებულები აწარმოებენ. სეზონის დაწყებისთანავე კი გლეხები აღნიშნული ვაუჩერით მიწის დამუშავებასა და პესტიციდების შეძენას უფასოდ შეძლებენ. დარიგდება 7,000-ზე მეტი ვაუჩერი, აქედან 6,200 დაახლოებით ეს არის ვაუჩერი, რომელიც მოიმსახურება ასე ვთქვათ 0.25-დან ჰექტარი და 25,000-მდე, დანარჩენი არის 1,400 ვაუჩერი დაახლოებით, რომელიც ეკუთვნება აგრობარათებს, ასე ვთქვათ, რომელიც ბანკში უნდა მიიღოს მოსახლეობა. რუსთავში სამეცნიერო შემოქმედებით თემებზე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივი სკოლების უფროს კლასელებმა მიიღეს. კონფერენციაში გამარჯვებულები 3 კვირის ვადაში გამოვლინდებიან, რის შემდეგაც ახალგაზრდები საკუთარ ნაშრომს თბილისის რესპუბლიკურ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში წარადგენენ. ოლიმპიადა ხელს უწყობს ბავშვების გონებრივ განვითარებას, შემეცნებითი მუშაობისაკენ მობილიზებას და ისეთი საგნებისადმი შემოქმედებითად მიდგომას, თქვათ, როგორიც არის მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში. და ამის შემდეგ გადაიგზავნება ცენტრალურ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში რესპუბლიკურში და იქიდან დაახლოებით 1 თვის განმავლობაში გვეცნობებიან გამარჯვებული მოსწავლეები. კონფერენციას ვაკეთებ ბიოლოგიის სექციაში. თემა მაქვს გული და მისი დაავადებები. შევეცდები რომ ჩემი თემა კარგად წარმოვადგინო და რა თქმა უნდა მაქვს გამარჯვების იმედით და სურვილით. აზერბაიჯანული კავშირის წარმომადგენლებმა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ეროვნული ტრაგედიის 22 წელთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა და დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ხოჯალის ტრაგედიის დეტალები და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ხოჯალის ტრაგედიისას დაიღუპა 613 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის 63 ბავშვი, 106 ქალი და 70 მოხუცი იყო. ათობით ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. რუსთავში 23 თებერვალში ჟიული შარტავას იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელის გოგიტა მელიქიძის განმარტებით დღის განმავლობაში ქალაქს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მისი თანამოაზრეები ესტუმრებიან. ეროვნული გმირის სულის მოსახსენიებელ ლოცვას მეუფე იოანე რუსთავის სიონში აღავლეს. წელს ჟიული შარტავას 70 წელი შეუსრულდებოდა.
23-ში 3 საათზე შედგება ჟიულის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო პანაშვიდი, რომელსაც გადაიხდის რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრიგელი. შემდეგ გაიმართება ჟიულის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ველოდებით სტუმრებს გვეყოლება კულტურის მინისტრი ბატონი გურა მოდიშარია, მოგეხსენებათ ის სოხუმიდანაა და აფხაზეთი როგორც იტყვიან მისთვის სისხლორცეულ ნაწილს წარმოადგენს და იქნება ძალიან საინტერესო საღამო. რუსთავში ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას დაესწრონ ომის ვეტერანები, დაესწრონ ის თაობა, თაობასაც მოუწია უშუალოდ ბატონ ჟიულისთან რუსთავში მუშაობა ქალაქის ხელმძღვანელობაში და რუსთავის ფართო საზოგადოება, ვისთვისაც ძვირფასია ჟიული შარტავა და მისი ხსოვნა. რაც სპორტის სიახლეებს დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი მეოთხედ ფინალური მატჩები გაიმართა. რუსთავის მეტალურგმა თბილისის დინამოს უმასპინძლა. ფოლოდის სტადიონზე გამართული მატჩი საინტერესო გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ორივე კარტთან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. 71 წუთზე მეტალურგის მეკარის შეცდომით ჩისკო მისარგებლო და შერმატინის კარი აიღო. შეხვედრის დამატებით წუთზე დინამოელებმა მეორე გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირეს. პირველი თამაში იყო ოფიციალური გუნდის და ეს ეთყობოდა გუნდს, იყო მძიმედ გუნდი, ალბათ მოედანი მას თავის დაღი დაასვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ავსტრალია გოლი გავიტანეთ და ჩვენ მიზანს მივაღწიეთ, რაც უნდა დასახული. გუნდი არ იმსახურებდა ამ ანგარის განსაკუთრებით მეორე ნახევარში, სადაც გოლები გაუშვით, მე ვთვლი რომ მეორე ნახევარი გუნდმა ბევრად უკეთესად ჩაატარა თვითონ სათამაშო კომპონენტები აქვს ხედველობაში, თუმცა მაღალ მოუსტატობამ გადაწყვიტა მატჩის ბედი. ზუსტად მაგი გვაკლია ჩვენ დღევანდელ რუსთავის მეტალურგს შეთამაშება, ოსტატობა და ალბათ ბევრს ვიმუშავებდა, თავისთავად გუნდი აუცილებლად მოუმატებს. დასასრულს უახლოვდება რუსთავის ჭადრაკის კლუბში მიმდინარე მოსწავლეთა აბსოლუტური ჩემპიონატი. 8 ტურის დასრულების შემდეგ 8 ქულით ტურნირს ილია ხელაძე ლიდერობს. მეორე და მესამე ადგილებს გიორგი დოლენჯაშვილი და ნიკა გიგაური ინაწილებენ. შეჯიბრის საბოლოო გამარჯვებული 24 თებერვალს გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ რუსთავის მოსწავლეთა აბსოლუტური ჩემპიონატი ქვემო ქართლის რეგიონული ფედერაციის ინიციატივით და ორგანიზებით ტარდება. ბოლო ტური არის ორშაბათს 3 საათზე იქნება ბოლო ტური და 5-ზე იქნება დაჯილდოება. ბავშვებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, გადაეცემათ თასი, მედლები, თან დაკომპლექტდება რუსთავის ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ქვემო ქართლის გუნდურ პირველობაში. სამინისტროს აკადემიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგი ჩაატარეს. ღონისძიების მონაწილეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის დებულებებს გაეცნენ. აღნიშნული ინსტრუქცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში საქართველოში ძალაში არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. ამ მხრივ დღესდღეობით მიმდინარეობს აღნიშნული კანონის ფართომასშტაბიანი იმპლემენტაცია საჯარო სექტორში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ შეიმუშავა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან კონსულტაციების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციები, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას დაარეგულირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სფეროში. დღევანდელი ღონისძიება ხორციელდება 2014 წელს 15 თებერვალს ინსპექტორის აპარატსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს ერთობლივი ტრენინგების, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას. შესაბამისად, 15 თებერვლიდანვე დაიწყო ტრენინგების განხორციელება. ეს ტრენინგები მიმართული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის. ტრენინგებზე ხდება ისეთი თემების დაფარვა, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც მონაცემთა დამუშავების უფლებამოვალეობები, რომელიც გათვალისწინებული არის საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და ასევე შიდა ინსტრუქციით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემების დამუშავებას და დაცვას სამინისტროს დონეზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ასტრიდ თორსი ოკუპაციის ხაზის მიმდინარე სოფლებს დიდ ხურვალეთსა და ერგნეთს ეწვივნენ. მათ რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ გავლებული მავთუხლართები და ღობეები დაათვალიერეს, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრის დასრულებისას ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ასტრიდ თორსმა აღნიშნა, რომ ადგილზე არსებული სიტუაცია საკმაოდ რთულია და მოსახლეობის უმრავლესობას ძალზე რთული. ასტრიდ თორსი, რომელიც არის ეუთოს უმაღლესი კომისარი უმცირესობების საკითხებში. მან თავად გამოხატა სურვილი, რათა გაცნობოდა დეტალურად ვითარებას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე. ვიზიტის დროს იგი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და დეტალურად მიიღო ინფორმაცია თუ რა ვითარებაა. ამასთან ერთად ჩვენ მოვინახულეთ როგორც დიდი ხულვარეთი, ასევე დიცი. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი შანსი, რათა ევროპულ აუდიტორიისთვის მიწოდებული იქნეს სრული ინფორმაცია თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე და საოკუპაციო ტერიტორიებზე საერთოდ. საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დღეს აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ესტუმნენ. ისინი მირზა ახუნდოვის სახელობის მუზეუმში დაცული აზერბაიჯანული კულტურის სხვადასხვა ექსპოზიციას გაიცნენ. სპეციალურად სამხედროებისთვის კულტურის მუზეუმთან არსებულმა ანსამბლმა აზერბაიჯანული ხალხური ცეკვები და სიმღერები შესრულა. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივით განხორციელდა. მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ თავდაცვის სამინისტროს განყოფილების, საჯარისო განყოფილების ჯარისკაცები დღეს ჩვენთან იმყოფებიან. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კულტურის გაცნობის, ამას უდევს კულტურული სარჩული, მეგობრობის, სიყვარულის, ასე ვთქვათ, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთკულტურათა შორის პატივისცემის მიზანია დღევანდელი მუზეუმში ვიზიტი და ამ ჯარისკაცების ჩვენთან სტუმრო. უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლების შესახებ მიიღო კანონი, რის შემდეგაც ტიმოშენკოს საპყრობილე დატოვა. უკრაინაში არსებული ვითარება შტატების პრეზიდენტმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარში განიხილეს. ობამას განცხადებით კონფლიქტი ქვეყანაში მშვიდობიანი გზებით უნდა დარეგულირდეს. პრეზიდენტი ობამა ტიბეტის პოლიტიკურ და სულიერ ლიდერს დალაი ლამას შეხვდა. შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. ობამა აცხადებს, რომ შტატები არ უჭერს მხარს ტიბეტელი ხალხის მოთხოვნას დამოუკიდებლობის შესახებ. შეხვედრა უკვე დაგმო ოფიციალურმა ჩინეთმა. ჩინეთმა ტიბეტზე კონტროლი 1950 წელს მოიპოვა, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. შტატებში სტიქიას ებრძვიან დატბორილია პენსილვანიისა და ინდიანას დიდი ნაწილი. სტიქია უხმანალექმა გამოიწვია. მოსახლეობის ევაკუაცია სტიქიის ზონიდან უკვე განხორციელდა. დატბორილია ათობით სახლი. სინოპტიკოსების ვარაუდით ამინდები მომავალ კვირაში უფრო გაუარესდება. დაბოლოს გუჩის მოდის სახლმა საკუთარი კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა. გუჩის 2014 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციაში აქტუალურია ვარდისფერის რამდენიმე კომბინაცია. უხეში ქსოვილები, ტყავის და ბეწვის კომბინაცია. რაც შეეხება კაბებს, გუჩიმ საკუთარი ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია. უპირატესობა წელსაც ქალურ ფორმებს მიენიჭა და მოდის სახლმა წელს ის სხვადასხვა ფორმის პრინტებით გააფორმა. საღამოს ბრენდის შემოქმედებითი დირექტორი ფრინდა ჯანინიც ესწრებოდა. Warm autumnal shades. დაკლავს საქართველოს და ამინდის პროგნოზი სინოპტიკოსების ცნობით ხოლ ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა, თუმცა დღეუნალე ქოჩაევლის ჰაერის ტემპერატურა იქნება. წალკაში დღესით 5 გრადუსი სითბო, ღამით -2, თეთრიწყაროში ჰაერი დღესით 6 გრადუსამდე გათბება, ღამით 1 გრადუსი ყინვა. მანში 6 გრადუსი სითბო, ღამით 5 გრადუსი ყინვა, ბოლნისში დღესით 12, ღამით +1 გრადუსი სითბო. მარნეულში დღესით 7, ღამით 1, თბილისში დღესით 7, ასევე ღამით +1. გარდამაში მოსალოდნელია დღესით 8, ღამით +2 გრადუსი სითბო, რაც შეეხება ჩვენს ქალაქს დღესით ასევე 8, ღამით +2. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და ქრონიკა ცხრის ნახევარზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე გაგჩნდებოდით.